ნახე უყურე ამ შალვას განცხადებები ხომ კი სასაცილოა ხომ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ სიმართლე არის ხომ რა? მართალი თქვა. მაგფრივ რომ ანუ განსხვავებული აზრი თუ გაქვს, თუ რაღაცა აღარ მოღწევ ხარ ჟურნალისტებს, უკვე მათი ესე ვთქვათ აღარ ახარ მათთვის საინტერესო თუ მოკლედ რაღაცა კონკრეტული ხედვა გაქვს, შეუძლიათ ამ ადამიანებს რომ შენზე დეზინფორმაციები ავრცელონ, შეუძლიათ ამ ადამიანებს საერთოდ იგნორი გაგიკეთონ და ეხა არის მსხვერპლი აგერ რომ ეფერებოდა ბატონი შალვა აი ამ ჟურნალისტებს და ჟურნალისტებს არყავდა სუერთად არიყვნენ ეხლა აღმოჩნდა რომ ცუდები არიან მაშინ რომელი უნდა და მაშინ არ იყვნენ ცუდები თუ ეხლა არიან ცუდები თუ როგორ არის ეგ კიდე ცალკე პრობლემაა ეგ თქვენი პირადი პრობლემაა მაგრამ ზოგადად რომ დღეს ჩვენთან მასმედიაში ანუ არიან და ამ მასმედიაში ქართულ მასმედიას მართავს ფაშიზმი ეს არის ცალსახა აგერ გამოდის თვითონ შალვას კი იძახის რომ ფაშისტები არიანო მართლა ფაშისტები არიან ეს ადამიანები განსხვავებულას ვერ იტანენ და განსხვავებულ აზრზე ხტებიან ჩვეულებრივი მოძალადეები არანაირი ჟურნალისტები როგორ შეიძლება რომ ჟურნალისტმა პირში უნდა ჩაგთხაროს მიკროფონი და ეს საწერია რომელი ეთიკური სტანდარტია და უნდა გამოგიყვანოს წყობირებინა და მე უნდა თქვას რომ აი ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის სწორი ანუ როგორ შეიძლება ეს რა ჟურნალისტიკა რა ეთიკა რა ნორმა და მე თქვენ ამას ეძახით რომ მაღალი სტანდარტები ჩვენ მაუწყებლობთ რომელია მაღალი სტანდარტი იმ დღეს ბატონმა კახიკალაძემ მოკლედ ქალაქში ის სოფელი რო გახსნა ის ლამაზი საახალწლო სოფელი რო გაიხსნა და ლამაზი ღონისძიება რომ მოეწყო აი უნდა გენახათ აი ტევე პირველი ჟურნალისტები აი მართლა უნდა გენახათ აი წარმოუდგენლად აგრესიულები იყვნენ აი პირდაპირ პირში თხრიდნენ აი ამ მიკროფონს და მე რამე რომ უთხრა შენიშნა რომ მიცე ხო ვაიმე რატო იძახი ამას მე ხო პატარა გოგო ვარ ეს ხო პატარა გოგოა და როგორ ბულინგობს როგორ შეურაცხყოფას აყენებს შემირცხვენია ეგეთი თქვენი სამართლიანობისთვის და ეგეთი არასწორი მიდგომებისთვის ეს არის რომ ეგრეთ წოდებულ მოდასხართ მეთქი აყოლილი სხვა კი არაფერი რომ იმას კი აღარ უყურებთ რომ ეს ადამიანი ვითომ და პატარა ბავშვებს სპეციალურად უარჩევენ ისეთ ადამიანებს რომ გოგოები გამოუშვათ ან ახალგაზრდები რომ შენ ანუ როგორც რესპონდენტმა ანუ სხვა გზა აღარ აგაქვს რომ არაფერი თუ აგრესიულად ეთქვი შენ გამოდიხარ ცუდად ანუ საზოგადოებაში ესე გამოაჩენენ რომ აი გოგონას როგორ ჩაგრავს ეს რესპონდენტი ნუ ბიჭი იქნება თუ გოგო რა მნიშვნელობა ეს არის პიარ ტექნოლოგიები და ამით უკვე 33 წელია ტვინს ურეცხავთ 33 წელია გამოერეცხა ამ ახალგაზრდობასაც ტვინი ახალგაზრდობები და ძველ გაზრდებს გამოეცხათ აგერ გოგლა ჟვანიაც კი გამოვიდა აქციაზე მართლა წარმოუდგენელია 24 საათი ეს კაცი იმედზე იჯდა ხოლმე და ბოდიში და ავი დედას არაგინებდა და ყველაფერს იძახდა ნაციონალურ მოძრაობაზე და იმაზე რა ქვია ამ სააკაშვილზე ყველაფერს ხო მაგას გეუბნები ანუ ეს ანუ გადახაზა ანუ ეს ოჯახური ამხელა დიდი პრობლემა მართლა რომ მთელი ოჯახი ამოწყდა ხო ამოწყდეს ნაციონალურ მოძრაობის დროს ამოუწყდა ოჯახი და ეს გადახაზა და გავიდა აქციაზე უკან უდგანამ ნაციონალურ მოძრაობის წევრები მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანებს ეს ადამიანები უკან უდგანან და გოგლა მოდის ჟვანია ესე ვთქვათ ესე ვთქვათ ხელში აღმართულია ხმალი წინ მოუძღვის აი ამ ლაშქარს და უკან მოყვება ვინ ტრისარმია რა ვიცი ეს რა პოლიტიკაა ან რა სპორტია მართლა ვერ გავიგე რა ამიტომ აი უნდა ანალიზი უნდა გააკეთოთ ხალხო უნდა შეგეძლოთ თქვენ იცოდეთ ვინ არის თქვენიანი და ვინ არ არის თქვენიანი